ყველას მოგესალმებით თქვენ ხართ YouTube არხზე ირაკლი გელაშვილი საქართველოს. დღეს ჩვენ გვექნება მსოფლიო თასის მეორე რაუნდის განხილვა. სანამ დავიწყებდეთ, გთხოვთ გამოიწეროთ არხი და ლაიქოთ ეს ვიდეო. ეს მე ძალიან დამეხმარება. ხო და მორჩა მეორე ტური, მოდით შეგახსენებთ წესებს. ჯგუფების, მაგალითად ჯგუფ B. იქ გუნდებია კანადა, შვეიცარია, ბოსნია და გერცეგოვინა და კატარი. წესები ეგეთია: 3 გუნდი გადის, ანუ 2 გუნდი ეგრევე გადის. მეოთხე ადგილი რჩება, მიდის სახში. ხო და 12 გუნდიდან მესამე ადგილზე ვინც გავა, 8 საუკეთესო გავა round of 32-ში. მოდით დავიწყოთ ჩვენი განხილვა. პირველი თამაში round 2-ის იყო ჩეხეთი, სამხრეთ აფრიკა, სადაც ფრე იყო. ჩეხები ჩეხებმა მალევე გახსნეს ანგარიში, მაგრამ მერე დიდი ხანი იგებდნენ, მაგრამ მერე მოკოენამ გაათანაბრა პენალტით. 1-1 დამთავრდა. ორივე გუნდს აქვთ ერთ-ერთი ქულა. ეს ორივესთვის ცუდია, ანუ უნდა მოიგონ ბოლო ტურში თამაშები, რომ გავიდნენ. შემდეგი თამაში იყო ჯგუფ B-ში. შვეიცარია, ბოსნია და გერცეგოვინა. 74 წუთამდე ანგარიში იყო 0-0. მერე შვეიცარიელებმა გაახსნეს ანგარიში. მერე კიდე გოლი მიამატეს, კიდე გოლი. მერე 3-0 რო იყო ანგარიში, ბოსნიამ 1 გაიტანა, მაგრამ მერე გრანიტ ჟახამ მიამთავრა თამაში 4-1. მერე ერთ-ერთი ყველაზე დიდი მოგება 7-1 გერმანია კუროსაოსგან. კანადამ 6-0 მოუგო კატარს. 6-0. ეს რა არის ხალხნო? 2 წითელი ვარათი ქონდა კატარს. ჯონასან დეივიდმა პროსტა სუპერ თამაში ჩაატარა. დანარჩენებმა ძალიან კარგად ითამაშეს. კანადა ძალიან კარგად გამოიყურება ამ სოფლიოზე და გავიდნენ ხა შეტაი. ხო, ეგეთი თამაშებია, ეგეთი გამოიყურება გრუპა B. კანადა პირველ ადგილზეა 4 ქულით. შვეიცარია მეორე ადგილზეა 4 ქულით, ბოსნია და გერცეგოვინა მესამეზეა 1 ქულით და კატარი მესამეზეა 1 ქულით. აქ თამაშები იქნება კანადა, შვეიცარია, ესენი ითამაშებენ პირველი ადგილისთვის ჯგუფში, ხოლო ბოსნია და გერცეგოვინა და კატარი ითამაშებენ გადარჩენის თამაშს, ვინც მოიგებს გავა, ხოლო ვინც წააგებს წავა. და თუ ბრეიქნება ორივე წავლენ სახში. კარგით, მეოთხე თამაში იყო მექსიკო, სამხრეთ კორეა, რომელიც ძალიან ესეთი დაძაბული თამაში იყო, მე რომ მკითხოთ. მექსიკომ მოიგო პატარა ანგარიშით 1-0, რომომ გაიტანა 50 წუთზე. მექსიკელები ძალიან კარგად გამოიყურებენ ამ სოფლიო თასზე. ალბათ პირველ ადგილს დაიკავავენ ჯგუფში, ძალიან კარგი გუნდი ყავთ მათ. შემდეგ ახლა ვნახოთ როგორ არიან გუნდები გრუპა A-ში. მექსიკო პირველ ადგილზეა 6 ქულით, სამხრეთ კორეა მეორეზეა 3 ქულით, ჩეხეთი მესამეზეა 1 ქულით, ხოლო სამხრეთ აფრიკა მეოთხეზე 1 ქულით. ბოლო თამაშები იქნება მექსიკო, ჩეხეთი და სამხრეთ კორეა სამხრეთ აფრიკას ეთამაშება. ჩეხეთს და სამხრეთ აფრიკას მოგებები სჭირდებათ. სამხრეთ კორეა ალბათ დაიცავს თავის მეორე ადგილს და ჩემი აზრით სამხრეთ აფრიკა ვაფშე კარგად არ გამოიყურება ამ სოფლიოზე და ჩარჩება ჯგუფში. მე ესე მგონია. კარგით, გადავიდეთ შემდეგ თამაშზე. ამერიკამ ძალიან გაგვაუცა ყველას გვეგონა, რომ ეს გუნდი ვერაფერს ვერ მიაღწევს, მაგრამ პირველ თამაში პარაგვაის 4-1 მოიგეს. მე ხა ავსტრალიას 2-0. აქაც მე-11 წუთზე ბურგესმა ავსტრალიელმა ავტოგოლი გაიტანა. Видео снимаю. Алло. ბოდიში ცოტა პაუზა გქონდა. შემდეგ თამაში იყო ამერიკა, ავსტრალია. როგორც ამერიკა მოიგო 2-0, ბურგესმა გაიტანა ავტოგოლი მე-11 წუთზე და მერე როცა პირველ ტაიმი უკორჩებოდა, ფრიმენმა გაიტანა გოლი ამერიკელმა და 2-0 დამთავრდა. ამერიკელებმა დამაჯერებლად მოიგეს. ძალიან კაი თამაში გამოდგა, მე რომ მკითხოთ, დაძაბული, მაგრამ ამერიკელებს კონტროლი ჰქონდა და ყველაფერი ჰქონდათ ამათ. კარგით, შემდეგ თამაშზე გადავიდეთ ჯგუფ C-ში. შოტლანდია, მოროკო ძალიან ესეთი
ძალიან დაძაბული გამოვიდა. ანუ საბირი გახსნა მეორე წუთზე და მე არაფერი არ მოხდა რა, თითქმის მოროკოელები უტევდნენ და შოტლანდიელები იცოდნენ თავს. ხო, ეგეთი და ბრაზილია ჰატი 3-0 ბრაზილიამ მოიგო. კუნიამ გაიტანა 2 გოლი, ვინისიუსმაც 1 გოლი ტაიმის მიწურულს. ბრაზილიელებმა კარგად ითამაშეს, ჰატი გავარდა გუნდა. მერე პარაგვაი მოუგო თურქეთს 1-0. გალარაზამ გახსნა ანგარიში. მე ტაიმის მიწურულს პარაგვაიმ წითელი ვარათი მიიღო. რა იმიტომ რომ ვიღაც მოთამაშე რა ვიცი, ესა პირთან მივიდო ხელი და წითელი მისცეს. ალბათ ცუდი სიტყვის თქვა უნდა და ესე გამოიყურება ის ჯგუფი. პირველ ადგილზე ამერიკა 6 ქულით, მეორე ადგილზეა ავსტრალია 3 ქულით, მესამე ადგილზეა პარაგვაი 3 ქულით, მეოთხეზეა თურქეთი 0 ქულით. თურქეთი გავარდნილია, წავიდნენ სახში. და ეხლა ვნახოთ გრუპა C, როგორ გამოიყურება. ბრაზილია პირველ ადგილზე 4 ქულით, მოროკო არის მეორე ადგილზე 4 ქულით, შოტლანდია მესამეზე 3 ქულით და ჰატი არის მეოთხეზე 0 ქულით. ჰატის გავარდა. შემდეგ თამაშზე გადავიდეთ ნიდერლანდების შვედეთი 5-1. თავისივე წამალი მიირთვეს შვედებმა, როცა 5-1 მოუგეს ტუნიზას. ნიდერლანდები ძალიან აკონტროლებდნენ თამაშს, ყველაფერი მათ ჰქონდათ. არაფერი შანსი არ დაუტოვეს შვედებს. ძალიან კარგი თამაში გამოვიდა შვედებიც ახლა უტევდნენ, არაფერი რო თქვა არ შეგიძლია, მაგრამ უტევდნენ, მაგრამ ხან ვერბრუგენი იღებდა, ხან აცილებდნენ, ხან ერთი ელანგამ შეაგდო. კაი, შემდეგ თამაში გერმანია კოდ დივუარი იგებდა პირველ ტაიმს, იგებდა მთელი თამაში. ისეთი შანსები, 100%-იანი შანსები ვერ გამოიყენეს და მე გერმანიამ დასაჯა 2-1 სამწუხაროდ. შემდეგ ეკვადორი კუროსაო 0-0. ელოი რუმა პროსტა 15 სეივი. მაგრამ მე რომ მკითხოთ, მე ვანა დაშაულებ ეკვადორის კაპიტანს ვალენსიას. არაფერი, 100%-იან შანსებს ვერ იტანდა ტიპი, რა სჭირდა, თავი არ ქონა თუ რა. ეგრე გამოიყურება ეს ჯგუფი, პირველ ადგილზეა გერმანია 6 ქულით, მეორე ადგილზეა კოდ დივუარი 3 ქულით, მესამე ადგილზეა ეკვადორი 1 ქულით და მეოთხე ადგილზეა კუროსაო 1 ქულით. მერე ტუნიზა ეთამაშებოდა იაპონიას, ტუნიზაც გავარდა, პირველ თამაში 5-1 წააგეს შვედებთან. Ика, если пойдет дождь, велосипед ничего, что на улице стоит? Ничего, да. Что ок? Ничего. Не надо его в забор? Не надо. Спокойно говори мне, отвечай. Не так раздраженно. Я тебя спокойно спрашиваю, так вот так же отвечай. Body shit. ხოლო სად ვიყავი? 4-0 მოიგე იაპონიამ. 4-0 მოიგო იაპონიამ და პირველ ადგილზეა ნიდერლანდები 4 ქულით, მეორე ადგილზეა იაპონია 4 ქულით, მესამე ადგილზეა შვედეთი 3 ქულით და მეოთხე ადგილზეა ტუნიზა 0 ქულით. შემდეგ ესპანეთი, საუდის არაბეთი 4-0. ესპანელების კონტროლი, ყველაფერი მათ ჰქონდათ. ჯგუფში მერე შემდეგ თამაში ჩვენ გვაქვს ბელგია, ირანი. ბელგიამ ვაფშე არაფერს არ აკეთებს ამ მსოფლიო თასზე, ვაფშე არ გვაუწევს არაფერი არ არის. ირანმა გოლიც კი გაიტანა, მაგრამ არ ჩაუთვალეს. 0-0 ფრე. ურუგვაი კაპოვერდემ 2 გოლი გაიტანა. ძალიან კარგად ითამაშეს ურუგვაილებმა ერთი დრო იგებდნენ, მაგრამ მე კაპოვერდემ ფრე ითამაშეს 0-2. შემდეგ ახალი ზელანდია, ეგვიპტე 3-1, პირველი ტაიმი ზელანდია მოიგო, ყველას გვეგონა რომ ზელანდია მოიგებს და მეორე ტაიმში გამოწყდა ეგვიპტე, ზიკო, სალახი და წიზურ გუტამ მიამთავრა თამაში. შემდეგ თამაში არგენტინა, აუსტრია. ეს თამაში მე მომეწონა, ამას უყურე. მესიმ გაიტანა 38 წუთზე პენალი ააცილა. მე 38 წუთზე გაიტანა ულამაზესი გოლი და ბოლო წამებზე ვაიმე და რა გოლი იყო. უნდა ნახოთ ჰაილაითებში, შეგიძლია სეტანტაზე YouTube-ზე ნახეთ ეს გოლი. უნდა ნახოთ აუცილებლად, რა კაი გოლი იყო. შემდეგ ჯგუფი I,
საფრანგეთი, ირაკი, ირაკს, ყველამ ვიცით რომ ირაკს შანსი არ ქონდა. 3-0 საფრანგეთი, პროსტა გახიეს. შემდეგ ნორვეგია, სენეგალი დაძაბული თამაში გამოდგა. მაგრამ ნორვეგიელებს კონტროლი ჰქონდათ და ყველაფერი. და ხო, სენეგალელები გაუმართლათ რაღაც მომენტებში. შემდეგ იორდანია, ალჟირი. აი იორდანია რო გაიტანა პირველი გოლი, მე უკვე მეგონა, აი всё, ხა ალჟირი გაფუყავს ყველაფერს მეთქი და მერე ბოლოც, აი მერე მეორე ტაიმში ბენუბაი გაიტანა ისა equalizer-ი რა. და მერე გოური, რა გოლი, აი არ უნდა ჩაეთვალებინათ ეს გოლი, მაგრამ იორდანია ესე გავარდა მსოფლიო თასიდან. პორტუგალია, უზბეკისტანი. რონალდოს ფანებო, თქვენ გახარებულები ხალთ ალბათ ეხა. 2 გოლი რონალდოსგან 5-0 პორტუგალია დაბრუნდა. აი ეს თქვა შეგვიძლია თავისუფლად. შემდეგ ძალიან გამოუცვალ თამაშმა. ინგლისი განა 0-0. განამ ძალიან კარგი თამაში დაცვაში. კეინს შესაშვალება არ მიცეს არაფრის გაკეთების. ქულა გამოიმუშავეს. ასინემაც ძალიან კაი სეივები გააკეთა. პანამა, ხორვატია, პანამაც ახლოს იყო ფრესთან, მაგრამ ბუდიმირმა გაიტანა 54 წუთზე და მერე უკვე დაიწყო. პანამა გავარდა მერე მსოფლიო თასიდან. და ბოლო თამაში მეორე რაუნდის კოლუმბია, კონგო, აქაც ფრესკენ მიდიოდა თამაში, მაგრამ მუნიოზმა 76 წუთზე გაიტანა და კონგომ წააგო. ხო, აი ესე დამთავრდა მეორე რაუნდი. ეხლა დღეს 24 ივნის იქნება თამაშები. შვეიცარია, კანადა 11-ზე შეგიძლიათ უყუროთ და ბოსნია-ჰერცეგოვინა, კატარის 11-ზე შეგიძლიათ უყუროთ ამ თამაშებს. მე უფრო გირჩევთ ბოსნია-ჰერცეგოვინა, კატარი, ანუ იქ მოგებული გადის და უფრო რა დაძაბული იქნება და აქ პირველ ადგილისთვის არის ბრძოლა. კი, იქაც იქნება დაძაბული, მაგრამ მე ამ თამაშს მაინც გირჩევთ. კარგით, ყველას მადლობთ ყურებისთვის. არ გაგვიწყდეთ, გამოიწეროთ არხი და აბა კარგად.